ბახმაროს სახელწოდების ისტორიასთან დაკავშირებით რამოდენიმე ცნობა მოიპოვება, თუმცა ერთ-ერთი ლეგენდას უკავშირდება, მაგრამ ყველა ლეგენდას ისტორიული საფუძველიც აქვს ხოლმე და ალბათ ჩემი აზრით ყველაზე კარგად მიესადაგება ბახმაროს ეს ლეგენდა, რადგანაც იმ პერიოდში ეს არის მე-16-17 საუკუნეები, როდესაც ბახმაროს სახელწოდება ესე ისტორიულ წყაროებში არსად არ დასტურდება, თუმცა შემდგომ პერიოდში, როდესაც თედო სახოკი მე-19 საუკუნის 60-იან წლებში ბახმაროში იმოგზაურებს, ის აღწერს, რომ ბახმარო სახელწოდება წარმოშობილია მძიმე ისტორიის საფუძველზე, რადგანაც ეს ტერიტორია ზემო აჭარას სწორედ ამ გზით უერთდებოდა და ის მოწმე იყო აურაცხელის სისხლისღვრის და მოტაცების, რადგანაც მაშინ სამწუხაროდ ისევე როგორც მთელ საქართველოში გურიაშიც გავრცელებული იყო ტყვეთას ყიდვა, პატარა ბავშვების, ქალების, ბიჭების და საქართველოს მამულიშვილები გაჰყავდათ გასაყიდად. ამიტომ გურიაში დაჭერილი ადამიანები ზემო აჭარის გავლით ზუსტად ბახმაროს გადიოდნენ, ასევე აქედან გადაჰქონდათ მოტაცებული ნადავლიც და სწორედ ეს ლეგენდაც უკავშირდება ამ ამბავს.